14 იანვარს ძველით ახალი წელი აღინიშნება. მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი საახალწლო სამზადის კახეთში დაესწრო. როგორ ხვდებიან ამ დღეს კახეთში ახალი წლის საუკუნოვანი ტრადიციები და საახალწლო კახურის სუფრა ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. კახური ტრადიციის მიხედვით გოზინაყი, საცივი, ღორის თავი, კახური პური ძველით ახალი წლის სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს. კახურ შოთებთან ერთად თონეში წინასწარ ცხება ოჯახის ყველა წევრისთვის განკუთვნილი ბედისკვერიც, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა გატყდეს. კახელები მიიჩნევენ, რომ თუ მთელი ოჯახი ახალი წლის დადგომას ერთად შეხვდება, მათ ბარაქა და კეთილდღეობა დაებედებათ. გამოვაცხეთ ბედისკვერა, ბასილა, შოთი, ლავაში, ეს ყველაფერი ძველი ახალი წლის სუფრაზე აუცილებელი არის. იმდენი ბედისკვერა უნდა გამოვაცხოთ, რამდენი ოჯახის წევრი არის. რომ გქონდეს ბარაქა მთელი წლის მანძილზე, ჯანმრთელობა გქონდეს, ბედნიერება გქონდეს. საახალწლო სუფრის განწყობაზე ოჯახის თითეული წევრი ზრუნავს. გურჯაანში მცხოვრებ კორკოტაშვილებს საქმეც დილიდან გადანაწილებული აქვთ. ამ ოჯახში სამი თაობა ცხოვრობს. როგორც დიასახლისი ამბობს, ტრადიციებს ყველა მათგანი განსაკუთრებულ პატივს სცემს და ხვავისა და ბარაქის მისაღებად კაც ბასილას, ყურძნის უხვი მოსავალისათვის კი საგაგებო პურს თონეში აცხობს. ბებისგან ვიცი, რომ თუ ბასილა გაიბერებოდა, ანუ გადიდდებოდა, ის წელი ბარაქიანი იქნებოდა. ამიტომ ჩვენი ბასილა გაიბერა ორი. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამხდარი იყო, ის მოცეკვავე ბასილა და ჩიტუნების გაიბერნენ. აი, როგორი მსუქანი. ესე იგი, ეს წელი ბარაქიანი გვექნება. თუმცა ეს ერთადერთი საახალწლო ტრადიცია არ არის კახეთში. როდესაც ოჯახი სადღესასწაულო სუფრასთან იკრებება საუკუნოვანი სასმისით, დალოცვის პატივი უხუცეს ეკუთვნის. 88 წლის მიხაპაპაც ამისათვის განსაკუთრებულად ემზადება. ოჯახში საახალწლო განწყობას სიმღერა და ცეკვა ენაცვლება. ასე კახელების თქმით, ოჯახს მხიარულება დაებედება. ძველ ახალწელს იგივე ტრადიციით ხვდებით, უფრო მეტად გახარებულები და აღფრთოვანებულები, იმიტომ რომ წინ უკვე შობა გვაქვს გავლილი და ულოცავთ საქართველოს ბედნიერები იყვნენ, ჯანმრთელები და ბევრი ახალი წელი ეზეიმოს ჩემს საქართველოს. კახელები ამბობენ, რომ ადრე საახალწლო ფხინი უფრო ხანგრძლივი და ხალისიანი იყო. გასულ საუკუნეებში მილოცვები და ოჯახების ერთმანეთთან გადაპატიჟება იანვრის ბოლომდე გრძელდებოდა.